თქვენი ჩამობრძანება ეს არის ღვთის ნიშანი, რომ საქართველოს განთლიანდება, საქართველოს დადგება მშვიდობის გზაზე და ჩვენი ერი შეიკრება, შეკრული იქნება ერთსულოვნები. დაიდგეს, როცა მრავალი პრობლემების წინ დგას საქართველოს, ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ჩამობრძანებას და მე ვფიქრობ, რომ ამას ეხება გარკვეული დადებითი შედეგები. მე კიდევ ერთხელ უსურვებ მის უნეტარესობას, მიტროპოლიტ იონას, რომ ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთი შეეწიოს თქვენ ახალგაზრდა ეკლესიას და ამავე დროს მე მინდა გთხოვოთ, რომ მილოცოთ საქართველოსთვის და ჩვენი ეკლესიის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. Not least of all, this magnificent cathedral, probably the most beautiful in the entire world. ეს შესანიშნავი ეკლესია, ყველაზე ულამაზესი ეკლესია თელს მართლმადიდებლურ სამყაროში. თქვენ ძანდებით ნათელი მაგალითი ჩემთვის იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სულიერი წინამძღოლი, სულიერი მამა ერისა. ეს იქნება უდიდესი მაგალითი, բայց სინამდვილე გადავცემ ყოველივე ამ დიდ უზარმაზარ შრომას, თქვენს მოღვაწეობას, რასაც თქვენ ეწევით საქართველოში თქვენი ეკლესიის საკათედრალოდ. და ამით თქვენ სულისკვეთებაში დაუნორგავთ თელს ხალხს, თელს ერს. ასევე გარწმუნებთ იმ უდიდეს სიყვარულში, უდიდეს პატივისცემაში ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკის ხალხის მხრიდან. ჩვენ თქვენთანა ვართ, მხარს გიჭერთ ყველგან თქვენს ამ უდიდესი გასასწრების ჟამს, ყოველთვის მარად თქვენთან გავართ და ვიზიარებთ ყოველივე თქვენს გასასწრებს. ეს არის უდიდესი სულისკვეთების მომცემი მაგალითი ჩემთვისაც, თუ მთლიანი ერი როგორ არის გაერთიანებული ამ ქრისტეს მიერი სიყვარულით.